მოგესალმებით. კარგი ოთხშაბათი საინტერესო. მარინა თან უხდები ამ სავერძელს დღეს. ძალიან დიდი მადლობა. აი ეგ ის. მნიშვნელოვანი თემით უნდა დავიწყოთ დღევანდელი დღე. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ სამწუხაროდ საქართველოში უმუშევრობა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პრობლემაა. ამ სტუდიაში არაერთხელ გვისაუბრია იმ სტატისტიკაზე, რომელიც სამწუხაროდ არსებობს და სხვათა შორის ამ სტუდიაშიც არაერთხელ გვისაუბრია იმაზე, რომ არსებობს გარკვეული სამუშაო ადგილები, რომელიც რჩება ისე ვაკანტურად გარკვეული მიზეზების გამო. ძალიან საინტერესო თემაა, რატომ? ბევრი მიზეზი აქვს ამის. კი, სხვადასხვა სახის მიზეზები აქვს. ყველა სამსახური უნდა, მაგრამ ყველა რაღაცაზე არ თანხდება. მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი არის ის, რომ ეს ადგილები არის და ვისაც მართლა ძალიან სურს სამუშაოს დაწყება, ამის საშუალება მიეცემა და სწორედ დღეს ამაზე ვისაუბრებთ 6-ად ვაკანსიაზე და ამ შესაძლებლობაზე და ამას ჩვენი სტუმარი უფრო დეტალურად განგვიმარტავს, თუ რაზეა საუბარი და რა ტიპის დახმარება შეუძლია გაგვიწიოს ამ კონკრეტულმა კომპანიამ. მოდით მოვიწიოთ ის. თია სტურუა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსი. ხალხოგანცია მოგძანდით. არც ისე ბევრი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც გამარჯობა. ჩვენი სტუმარი იყავით ამ სტუდიაში დაახლოებით ამავე თემით. მინდა ჩვენს მაყურებელს განვმარტო, რომ ქალბატონია არ წარმოადგენს დასაქმების დეპარტამენტს, ასე ვთქვათ, ეს ორგანიზაცია გახლავთ შუამავალი დამსაქმებელსა და პოტენციურ კადრებს შორის, ხო სწორია? არა, მე ნამდვილად წარმოვადგენ დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ჯანდაცვის სამინისტროსი ოღონდ ვაკანსიები ჩვენთან არ არის ჯანდაცვის სამინისტროში, ეს არის მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კერძო სექტორის დამსაქმებლებთან მოძიებული ვაკანსიები და ჩვენი მთავარი ფუნქცია გახლავთ სწორედ როგორც თქვენ აღნიშნეთ საშუამავლო მომსახურება, ანუ ჩვენ ვიპოვოთ ვაკანსიები ქვეყნის მასშტაბით და შემდეგ ეს ვაკანსიები შევთავაზოთ სამუშაოს ნაწილად. მაგრამ ბაზა თქვენთან მოდის. ბაზა კი ბატონო, კერძო სექტორი. კიდევ ხას უსვამ, მხოლოდ და მხოლოდ კერძო სექტორი და არა საჯარო სექტორი. როდესაც საუბრობდით მაგალითად გუშინ ჩვენს გადაცემაში პრობლემას და სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით და მაშინაც როდესაც თქვენ ბრძანდებოდით ჩვენთან, საუბრობდით, რომ აქაც იკვეთება გარკვეული გზები. რომ უარს ამბობენ ვაკანსიებზე, რომელიც არსებობს და რეალურია, რატომ? არა მარტო ვაკანსიებზე, არამედ მუშაობაზე ამბობენ უარს და უფრო მეტიც რეგისტრაციაზე ამბობენ უარს, როგორც სამუშაოს მაძიებლები რო დარეგისტრირდნენ. ძირითადი მიზეზი მაინც ეს გახლავთ სოციალური დახმარების დაკარგვის შიში და არავისთვის ახალი არ არის, რომ ქვეყანაში არის სოციალურ ბენეფიტებზე დამოკიდებულება. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ძალიან ცოტაა ეგ. რა თქმა უნდა, ხო სოციალური დახმარება არ არის, მარინა ის თანხარო ადამიანმა თქვას, რომ აი, მაგრამ მაინც ეთყობა უშრომველი და უწვალებელი შემოსავლის უნდა განმარტოთ ეს აუცილებლად, რომ სოციალური დახმარება ეს არ არის უმუშევრობის შემწეობა. შესაბამისად, ასეთი პირდაპირი მათი კავშირი, რომ დავიწყე სამსახური და აუცილებლად მომეხსნება სოციალური დახმარება, ასეთი არ არსებობს. სოციალური დახმარება არის ოჯახის საჭიროებებზე მიმართული. ასე რომ ჩვენ ყავს ადამიანები, რომლებიც მუშაობენ, მაგრამ საჭიროება ოჯახის იმდენად მაღალია, რომ ისინი სოციალურ დახმარებასაც იღებენ. ასე რომ ცალსახად იმის თქმა, რომ რახან დავიწყე მუშაობა, მე სოციალური დახმარება მომეხსნება, ეს ასე არ არის. შეჩერდება, შეისწავლება ოჯახი ხელახლა და თუ კი იმ ხელფასმა რაც გადაწონა შეძლო ოჯახის შენახვა და რჩენა და მისი საჭიროებების დაკმაყოფილება მოეხსნება. არასტაბილური სამსახურის გამო არის უფრო გაძლიერებული. მეორე მომენტი, როდესაც ადამიანებს აქვთ არასტაბილურობის განცდა და იმისი განცდა, რომ დღეს მუშაობს, სხვა შეიძლება დაკარგოს, თვითონ სოციალური დახმარების სისტემაში მოხვედრა გარკვეულ პროცედურებს მოითხოვს, ამასობაში დრო გადის. და შეიძლება ისიც დაკარგოს და ესე
ისიც დაკარგოს. შეიძლება დაკარგოს ადამიანმა სამსახური, ეს ნებისმიერ ჩვენთაგან შეიძლება დაგვიმართოს ჯვარისწერია, მაგრამ მაინც რჩება გამოვლა მდგომარეობაში. რჩება ის რაღაცა პერიოდი, სანამ მოხდება იმ სოციალურ პროგრამაში რაღაცა პროცედურების გავლის შემდეგ, რაღაც გარკვეული პერიოდი მას აქვს აი ამ დაუცველობის და არასტაბილურობის შიში. Რა თქმა უნდა, ესეც მოქმედებს და მესამე, ეს გახლავთ ხელფასი. ანუ ფასი, შრომის ფასი, რომელიც არც თუ ისე მაღალია ჩვენს ბაზარზე, რომელსაც ბაზარი არეგულირებს და ბუნებრივია კერძო სექტორშიც ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ხელფასებით პოზიციები და შესაბამისად ძალიან მაღალი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით, ბუნებრივია და მაღალი დონის პროფესიონალებისთვის და გვაქვს შედარებით დაბალკვალიფიციური პოზიციები, ასევე დაბალი ხელფასებით. ზედა და ქვედა ზღვარი. აი მინიმალური ხელფასი, რაც ამ წლების განმავლობაში ჩვენთან დაფიქსირდა, ეს გახლავთ ხელზე ასახები 280 ლარი. ოღონდ ეს არ არის ყოველდღიური სამუშაო, ეს არის თქვა 3 დღეში ერთხელ მუშაობისთვის 280 ლარი და ყველაზე მაღალი ანაზღაურება, რაც ჩვენთან დაფიქსირებულა, ეს გახლავთ 5000 ლარი. აი ეს როგორ ითვლება ხელფასით? აი ტრანსპორტირება ხო საჭიროა ბუნებრივია, ვიდრე მიხვიდა და სამუშაო ადგილამდე და უკან დაბრუნებოდა სახლში. აი ამას რო აკლდება ხო ეს ტრანსპორტის თანხა ხო? აი რჩება რამე მერე საარსებო ხელფას თulis დამსაქმებელი და დამსაქმებელი ამ შემთხვევაში ამოდის საკუთარი ბიზნეს ინტერესებიდან რა უღირს მას ამა თუ იმ პოზიციაზე კადრის აყვანა. ამ პროცესში ჩვენ ვერვერევით და ვერც ვერაზროს ვერავინ ვერ ჩაერევა, იმიტომ რომ ან მინიმალური ზღარის დასახელება ესე თქვა რომ არსებობდეს სახელმწიფო მინიმალური ზღარი კანონი საარსებო მინიმუმისა და მინიმალური ანაზღაურების შესახებ, ოღონდ ეს კანონი იძახის გაანგარიშების წესს. ანუ იქ არ არის დადგენილი, რომ ანუ როგორ უნდა გაანგარიშდეს საარსებო მინიმუმი, რა ცვლადებზე დაყრდნობით და როგორი უნდა იყოს პროცესი და როგორ უნდა გაანგარიშდეს მინიმალური შრომის ანაზღაურება, რა წესებით და რა ცვლადებით. მე ამის 80 ლარი მაგალითად ახალგაზრდა, რომელიც თან სწავლობს და სამშობლებიც მუშაობენ კი? მშობლებიც მუშაობენ და თან ყოველდღე თუ არ უწევს სამსახურში სიარული, არ არის ცუდი, მე რომ კი. და როგორც წესი მარინა აქტიურობით გამოირჩევა სწორედ ეს თაობა, ანუ დაახლოებით 25 წლამდე 19-დან 25 წლამდე ასაკის 18-დან უფრო სწორად, იმიტომ რომ კოდექსი 18 წლიდან მათ სრული დატვირთვით მუშაობის უფლებას აძლევს. 18-დან 25 წლამდე ასაკის ადამიანები არიან ძალიან აქტიურები და პრაქტიკულად მიდიან ნებისმიერ სამუშაოზე, იმიტომ რომ მათ უკვე აქვთ ის ცოდნა და ის გამოცდილება, რომ მუშაობა ჯობია უმუშევრობას, რანაირიც არ უნდა იყოს ეს სამსახური და შემდეგ მოდის მეორე თაობა, რომელსაც ასევე აქვს შრომის კულტურა, ეს არის ჩვენი წინა თაობა, რომლებიც მთელი ცხოვრება მუშაობდნენ და ისინი მიჩვეულები არიან შრომით, ხო, ნუ ამ შემთხვევაში ყველაზე დიდი წყვეტა მუშაობასთან არის 30-დან 45 წლამდე ასაკის თაობაში, როდესაც აი პრაქტიკულად მუშაობის უნარებიც არა აქვთ ადამიანებს, ანუ ძალიან უჭირთ შრომის ბაზართან ადაპტაცია და ის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. ანუ ჩვენი ბავშვობა ახლა დადგა რეზულტატად, ასე ვთქვათ, ხო? ის რაც ჩვენ გავიარეთ, ამაში არამხოლოდ არაფერია. ერთი კითხვა მაქვს, ვინაიდან სანამ ზოგადად გადავალთ სამუშაო ადგილებს და ასე შემდეგ ბევრი დრო გვექნება. აკვირდებით ამ პროცესს ძალიან დიდი ხანია. რამდენად გაიზარდა მოთხოვნა, ვთქვათ, კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რომ მე როგორც პოტენციურმა კადრმა კონკურენცია გაუწიო ჩემს სხვა კონკურენტებს. ჩემდა გასახარელად უნდა ვთქვა, რომ სამუშაოს მაძიებლების ბაზაში, სადაც ესენი რეგისტრირდებიან, არის ერთ-ერთი ველი, ხართ თუ არა მზად გაიაროთ პროფესიული მომზადება, გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები, იმიტომ რომ ეს ყველაფერი არის ნებაყოფლობით და ადამიანმა თვითონ უნდა გამოხატოს ნება. უფასო არის თუ არა? უფასო, რა თქმა უნდა, თუ კი ამას სახელმწიფო აფინანსებს, ეს ყოველთვის უფასოა, თუმცა არსებობს ასევე ფასიანი ტრენინგ ცენტრები და კურსები, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. და ასევე მინდა გითხრათ, რომ განათლების სამინისტროს პროფესიული სასწავლებლებით, თუ კი ადამიანი გადალახავს იმ მინიმალურ ზღვარს, რაც ვთქვათ, მისაღებზე არის საჭირო, მათთვისაც სრული სადიპლომო კურსი არის უფასო და ამას თავიდან ბოლომდე აფინანსებს განათლების სამინისტრო. ჩვენ შემთხვევაში ეს არ არის სრული სადიპლომო
სადიპლომო კურსი, ეს გახლავთ მოკლევადიანი სასწავლო კურსები, კვალიფიკაციის ამაღლების ან ახალი პროფესიის, ვთქვათ, რაღაცა მინიმალური ცოდნისა და უნარების შეძენის და ჩვენ მხოლოდ იმ პროფესიებში ვაწარმოებთ მომზადება, გადამზადებას, რაც ბაზარზე მოთხოვნადია. და ამას გვეუბნება შრომის ბაზრის კვლევა. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონთია. ჩვენ უნდა შევისვენოთ ცოტა ხნის და რეკლამის შემდეგ, რა თქმა უნდა, მთავარი ჩვენ ჩამოვთვლით იმ ვაკანსიებს, რომლის მოძიებაც შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის ვებგვერდზე, ასე რომ ყურადღებით გვიყურებთ და დასაქმდით.